Marcos, el rey ya llegó. Es Argentina, es Argentina, ჩვენ ვაგრძელებთ სოფლიოს დღიურებს, ამჯერად მას მხოლოდ მე და მამუკა წარუძღვებით. დღეს როცა ამ გადაცემას ვწერთ, არის სამშაბათი და როცა გადაცემა დაიდება, უკვე ნათამაშები იქნება მინიმუმ 1 ნახევარფინალი. ასე რომ ოპერატიული, ესე ვთქვათ, ღირებულება ამ გადაცემას დაკლებად ექნება, თუმცა თქმა უნდა ჩვენ პროგნოზებს გავაკეთებთ და ვისაუბრებთ განვლილ მეოთხე ფინალებზე, რომლებიც იყო საინტერესო და დრამატული. მოხდა ადგილი ქონა ძალიან კომიკურ მოიტყოდე რაღაცა ვითარებას ინგლისი-ნორვეგიის მატჩი, როცა ბურთი შეეხო ტექნიკას. და იცვალა მიმართულა, კაბელს მოხდა. იცვალა მიმართულა, მერე გავიდა გოლი. როცა მერე ჩაითვალა გოლი, გამართლეს იმითი, რომ ტექნიკამ არ დაფიქსირა ის, რომ ბურთი შეეხო ტექნიკას, ამ დროს ყველა მიხილა ეს ინგლისმა ალბათ აჯობა მაინც საბოლოო ჯამში. ნორვეგიას ინთამაშია დაიმსახურა გასვლა, მაგრამ მსგავსი ეს ინციდენტები ხო შეკითხვებით ვადებენ. რა საჭიროა ეს ტექნიკა, თუ მაინც რჩება იგივე შეკითხვები და თუ მაინც იქნება სპეკულაცია. 66 წელს რომ მოხდა რაღაცა დღემდე ლაპარაკობი, გასაგები მაშინ არ იყო ტექნიკა. ხო, არის ტექნიკა. ის პირიქით იყო, ტოფიკ ბახრამოვის სიტუაცია, როდესაც მხოლოდ ტოფიკ ბახრამოვის გადაწყვეტილებამ თქვა, რომ ბურთი შევიდა, გადაკვეთა კარის ხაზი. მერე საინტერესოა, რომ პრინციპში 95 წელს მე მგონი ჩატარდა ოქსფორდის გამოკვლევა მთელი და აღმოჩნდა რომ ბურთს ნამდვილად არ გადაუკვეთია, ხო, არ იყო გოლი, მაგრამ იმ მომენტში გადაწყვიტა და ერთი საინტერესო მომენტია, იმდენად ცნობილი გახდა ბატონი ტოფიკ ბახრამოვი, რომ ის სტადიონის სახელობის სტადიონიც არის, ასე რომ ეჭვმეპარება რომ რომელიმე ვარის ან სხვა მსაჯის სახელობის სტადიონი როდისმე რომელიმე გვერდით მსაჯის მით უმეტეს ხო ეს იყო გვერდით მსაჯი გვერდით მსაჯი რომელმაც ხო ისე არ გამოვიდეს რომ სულ ინგლისია გამარჯვებული ამ შეცდომების გამო ეხა ინგლისს არ შეუთოლეს გოლი ჩვენ გვახსოვს და გერმანიასთან 10 წელს და იმის მერე შემოიღეს ჩიპი ბურთში რომ დაფიქსირდეს გადაკვეთა თუ არა ხაზი ანუ ყველა ზარალდება აი ამ თავმოუბრობის პირდაპირ ვიტყვი ხო ფეხბურთი არის ყველაზე პოპულარული თამაში ნამდვილად ალბათ პლანეტაზე და ყველაზე დაულაგებელი თამაშია შეიძლება ითქვას სულ შეკითხვები სულ პრობლემები სულ კონსპირაციები და ასე შეიძლება ხო ამის გამო ჩდება ზუსტად ის კონსპირაციული თეორია იმიტომ რომ ადამიანებს მაყურებლებს და რადგანაც პოპულარულია და ძალიან ბევრს უყვარს უჩნდებათ შეგრძნება რომ ეს ქაოსი არის კარგად ორგანიზებული. სათამაშო ასპექტი განვიხილოთ ამ თამაშის ინგლისი ნორვეგია ვერაფერი ვექნა. მე და მაინც ჰოლანდმა და შეცვალეს კიდევაც. სხვათა შორის მანჩესტერ სიტის 3 ფეხბურთელი ეყენა ინგლისის დაცვაში. ანუ ის ფეხბურთელები ვინც ჰოლანდს კარგად იცნობენ. კი მოხარშულს იცნობენ. განიტრალეს ხო, იმიტომ რომ ეხლა რა არის მისი კოზიერი ფიზიკა პირველ რიგში ხო ვიცით. და როცა ბრაზილიას უგებს ნორვეგია, ჩვენ თამაში კარგად შეისწავლე. ხო და მე გამიკვირდა როცა მეორე გოლი გააქვს ჰოლანდს, მინიმუმ 3 წამი მისცა ბრაზილიის ნაკრებმა ჰოლანდს, რომ ბურთი მეიღო, დაემიზნა და მე გაეშვა კარში, ხო და ხან. აი ამან გამოაჩინა ბრაზილიის სისუსტე ცხადია, რომ პირველ რიგში იმდენად დაცვის პრობლემა კი არა, საყრდენების პრობლემა იყო ამ გუნდის ალბათ, ხო, ეგ პრობლემა იყო და კანონზომიერად ვერ ვარ ბრაზილია ამ ჩემპიონატზე, რაღაც უნდა გადააწყოს. თავბოთასვლა უნდა მოხდეს. კარლო დატოვეს ჯერჯერობით და საინტერესოა მე რა მოხდება. კარლოს რა უნდა ექნა ხა, საიდან რომ ხო არა, მარტო კარლო ძალიან ცოტა ქონდა. ასე ვთქვა, დრო იმისათვის რომ რამე შეეცვალა. თუმცა როგორც ჩემი იძახის გარკვეულწილად ენდრიკის ვთქვა, დატვირთვა ფსიქოლოგიური შესაძლოა რომ ძალიან დაწნეხა ენდრიკი და შეშინებული ყავდა. ენდრიკზე არ უნდა გააკეთო, ენდრიკისნაირ მასშტაბის ფეხბურთზე არ უნდა გააკეთო აქცენტი ალბათ. ესპანეთს რას ვიტყვით? აი ძალიან საინტერესო გუნდია, იმიტომ რომ ეს გუნდი აღრჩობს მოწინააღმდეგეს. დიდ ძალასაც არ ხარჯავს, ანუ პრაქტიკულად ხო, აი ეგ მომენტი. ოფლი არ გამოდი, ისე აღრჩობს მოწინააღმდეგეს. თუმცა მოდი ორ მომენტს შევხედოთ. პორტუგალიასთან გაიმარჯვა, მაშინ ჩაიდო ხო უბრალოდ როცა გაიყვანეს ნუნუ მენდეში. რომაც სერიოზულად აფორია ქერა აწყილა 1-2 მათი დაცვა. რაც შეხება ბელგიას, ეს მეორე გოლით გადის კურტუა აღარ დგას კარში.
და ეს ადარიკო მეკარე, რომელიც გამოვიდა, მან ვერ შეიკავა ბურთი და ამის მერე პრინციპში არასწორი ქმედება იყო მისი, ბურთი შეიძლება ცუდი იყო, მაგრამ ეხლა კლასიკაა, რომ ბურთი შენ წინ არ უნდა მოიგერიო. არ უნდა მოიგერიო შენ წინ. და დაჭერა არ უნდა ეცა და ორივე შემთხვევაში მეტნაკლებად სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ესპანეთს მაინც გაუმართლა, მე არ ვიცი შეიძლება მაინც მოიგო საბოლოო ჯამში. არც საფრანგეთს და არც ესპანეთს დამატებითი არ დასჭირვებია. არც ერთს ორივე საკმაოდ დასვენებული და მშვიდად მიდის ნახევარფინალამდე ერთმანეთს ხვდებიან. ეს არის ორი ნუ ხა ვერ თქვა დაუძინებელი მეტოქეები, როგორც ახლა ინგლისი და არგენტინა. ორი განსხვავებული აბსოლუტურად სტილით გუნდი, ერთი აღშობს მოწინააღმდეგის ბურთის ფლობით, ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა და საფრანგეთმა იცით უცებ აფეთქება და გოლის გატანა. აი რომელი გაიმარჯვებს დაპირისპირებაში, ამაზე ლაპარაკი ჩვენ ისე და ისე. ხო. და ეს მატჩი უკვე ნათამაშები იქნება და მე ვიტყვი რომ ერთ-ერთი ვარიანტი რომ საფრანგეთმა დაამარცხოს ესპანეთი არის ის რომ რომელიღაცამ ინდივიდუალურად ძალიან უნდა გაიბრწყინოს. ესპანეთმა იმისათვის რომ საფრანგეთი დაამარცხოს, პირველმა უნდა გაიტანოს გოლი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ესეთი შემთხვევა არ ყოფილა, ხო? წლევანდელ ჩემპიონატზე ყველა გუნდს მოუწია საფრანგეთის წინააღმდეგ ბურთის გაშვება, მერე იძულებული იყვნენ შეტევაზე გადასვლა და ნუ ყველაზე კარგ შემთხვევაში მეტი ბურთი აღარ გაუშვეს, ხო? მაგრამ ძალიან ბევრი მომენტები შექმნეს. ანუ საფრანგეთი კონშეტევებზე ძალიან საშიში გუნდია. და რა თქმა უნდა ეს მეორე წყვილი ღმერთის ხელი, ვიხილეთ კიდევ ერთხელ. შეკიდე მე თითქმის არა შემორჩენილი ნაწყვეტები 66 წლის მატჩი რო იყო ინგლისი არგენტინა და ამგვარად არგენტინელებს მაგრად ჩეხა ინგლისი საშილად ჩეხა და უკვე მოყოლებული იქიდან გაჩნდა მათ შორის რო იტყვენ bad blood ხო რაღაცა თქვა შუღლი და გასაგები მე ღმერთის ხელი ომი ფოკლდის კუნძულების გამო და ასე შემდეგ 86 იწა ხო აი ეს მით უმეტეს ავიდა პიკზე და დღემდე არ დამშვიდებულა ჩვენ უყურეთ ამ ქვეყანას შორის ესე თქვა ეს შუღლი მაინც გასაკვირველი არსებობს. ინგლისს უფრო ძლიერი მეტოქეები შეხვდა. და არგენტინამ ითამაშა ორი დამატებითი. ხო. და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები თითქოს ისეთ ძლიერი არ ყავდა. ორი დამატებით თამაშა. არგენტინა არის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული იყო თავიდანვე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ფავორიტებს შორის. ითამაშებს ორი დამატებითი. მესიმაც ითამაშა ეს ორი დამატებითი. ნუ თუმცა მესის ხო მესის სტატისტიკას რო შეხედავ, თქვათ 70-75% მისი ასე ვთქვათ არის სიარული და არა და დაბალი აქვს სხვათა შორის სადღაც 6-7 კილომეტრზე მეც არ დარბის დადის ხო? კი ბატონო. მოდი გავხსენოთ. 4 წლის წინას არგენტინა მანდამეიც ისე ვთქვათ იულად არ გავიდა ფინალამდე. კი, პირველი თამაში ხო დაიწყო საუდის არაბეთთან წაგებით და მე ნელ-ნელა აკრიფა, ხო? ხო. და ფინალში სასაული თამაში შემოგთავაზა. თუმცა ბოლო წამზე გადარჩა ბეწუზე, იმიტომ რომ აბსოლუტურად უნიჭო კოლომუანი მოარტყა მეგარეს. როგორ ფიქრობ, არის შანსი რომ ეხაც მოუმატონ, ანუ არის კიდე რაღაცა ვარიანტი რომ უცებ აფეთქდნენ, რაღაცა ჩაერთოთ? ხო, მანდ არის ერთი მომენტი, რომელიც ჩვენ არ ვიცით არასოდეს, ანუ გუნდში რა მდგომარეობაა. გუნდში აი ატმოსფერო, გუნდში ატმოსფერო არგენტინელებს აქვთ კარგი, აშკარად ეტყობათ, რომ აი განსხვავებით პორტუგალიელებისგან, სადაც რონალდომ შესაძლოა ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ასე ჩანდა, რომ ვერ ითამაშა გამაერთიანებლის როლი. და პორტუგალიას კიდე სხვა პრობლემები ჰქონდა, ისინი ჩავარდნენ ნახევარდაცვაში, ვიზეც არ მეგონა რომ თქვათ ჩავარდნენ. რამე მოქმედა არ ვიცი, ხო, ან შეიძლება გადაღლა. მწვრთნელის ამბავიცაა ცხადია, რონალდოს რაც შეეხება. მარტინესიც ცოტა უცნაური მწვრთნელია, ბელგიელებიც დაღუპა და ხო, პორტუგალია, თუმცა ხა ერთა ლიგა და რაღაცეებზე ევროპაზე გამოჩნდა, რომ რაღაც შეუულია, მაგრამ მე მგონი უფრო ფეხბურთელების ვიდრე მწვრთნელის. ზოგადად 4-ვე გუნდის შემთხვევაში რაღაცნაირად ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი აქვს, იმიტომ რომ მეტოქე ყველას ძალიან ძლიერი ყავს. ანუ ტრაგედია ყველასთვის იქნება, რა თქმა უნდა, ნახევარფინალში მისვლა და მერე წაგება, მაგრამ მეორე მხრივ ვერ უსაყვედურებ, ხო, ახლა ფრანგებს რა უნდა უსაყვედურო თუ ესპანეთთან წააგოს, არ პირიქით, ხო? იგივე თქვათ არგენტინას ინგლისთან ან ინგლისს არგენტინასთან, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ახლა შვეიცარიასთან რო წაეგო, იქნებოდა დიდი ლაპარაკი, ხო, რომ რატომ ხო ინგლისს რო თქვათ კონგოსთან იყო, ხო?
კონგოსთან რო გაჭირვებოდა და წაეგო, იქნებოდა სალაპარაკო და შერწვენილი იქნებოდნენ. ნუ აი პრობლემა იმისი, რომელიც თქვა თურქებს დაემართათ, ხო? ეს პრობლემა მათ წინაშე უკვე აღარ დგას და აქ გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხსნილი აქვს და არგენტინას აქვს ალბათ შანსი, თუმცა ის გადატვირთულობა არ ვიცი რა როლს ითამაშებს. თუმცა პლუსი აქვს, ანუ ერთი დღით მეტია. რა გამოაჩინა ძიმე მეორე ტაიმა, სანამ გააძევებდნენ შვეიცარიელ ფეხბურთელს ემბოლო. ძიმე მეორე ტაიმა, რომელიც ჩააგდო არგენტინა პირდაპირ თქვათ. ხო, ვერ ითამაშა და შესაძლოა ის წინა თამაშების დაღლილობამ უკვე იჩინა. შესაძლოა. ეს მაგას ფიქრობ, ეურა მეთქვა ზუსტად ჩვენ ველაპარაკეთ, არ ვითქვათ გაცემაში, სამ დავიწყებთ ჩაწერას. ძალიან საინტერესო დამთხოვაზე 2010 წელს რო დაიწყო ჩემპიონატი, გახსნა თამაშმა მექსიკას და სამხრეთ აფრიკას შორის, ზუსტად იგივე თამაშმა გახსნა ახლა ჩემპიონატი, ზუსტად იმავე დღეს. ძალიან ბევრი დამთხოვაა. და მაშინ ესპანეთი გახდა ჩემპიონი. კიდევ ერთი საინტერესო დამთხოვაა, მაშინ მოურინიო დანიშნეს რეალის მწვრთნელად მაისში, მოურინიო დანიშნეს მაისში. მაშინ ბარსელონაზე იყო აწყობილი ესპანეთის გუნდი, ეხაც ბარსელონაზეა წითა დაწყობილი ესპანეთის გუნდი, რეალის ფეხბურთელი. ხო, და რავი, აბა ნახოთ ეს დამთხოვა თუ ეს დამთხოვა რეალისტური ჩანს, ვინდრე ეს იმ გერმანელი შამანის იოახიმ კლემენტის პროგნოზი რო ჰოლანდია ხდებოდა ჩემპიონი და უბრუნდები ესპანეთს საფრანგეთს, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი გუნდი საფრანგეთი ესპარეზებს. რო თქვი რომ ერთ-ერთი ვარიანტი ასეთი გუნდის დამარცხების, როგორც ესპანეთი არის ინდივიდუალიზმის ხარჯი შეიძლება მოხდეს. 98 წელს არანორმალურად დაწყობილი გუნდი, აი ნამდვილი მანქანა იყო ჩემპიონთა ლიგაში კიევის დინამო. ის იყო სასწაული თავი შეჩენკოებით. მაგრამ შევჩენკოც იყო გუნდის ნაწილი, მექანიზმის ნაწილი. და გაანადგურა ბარსელონა და ისე მიიწევდა ფინალისკენ, რომ გამჩერებელი არ უნდა დარჩა. ხო. და ვინ მოუგო? მოუგო იუვენტუსმა, იმიტომ რომ ზიდანმა ითამაშა ბრწყინვალე. და მახსოვს სარბილში დაწერა ამაზე გიო ახვლედიანმა აკამორჩილაძემ სვეტი ზინე딘 არაბი შეწერა სვეტს, აი არანორმალური პერფორმანსი ჰქონდა მაშინ ზიზუს და მისმა ინდივიდუალურმა ესე თქვა ოსტატობამ არა და ბერბერია ხო მაგრამ ეს თან 90-იანი უფრო მოსული იყო ეს ზინედის აი ეხლა დაწეროს ვიღაცამ თუნდაც აკამორჩილაძემ ზინე딘 არაბი შეიძლება შაკოლოს ხო და აი ერთი კაცის ერთი გენიოსის ოსტატობამ უცებ გადასწონა მთელი კოლექტიური აი ბრწყინვალება კიევის დინამოსი რომელიც რა ვიცი უძლიერესი გუნდი იყო ზოგადად ახლა ლობანოვსკი ხო ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია ყველა დროის მაგრამ ერთია რო აწყო ძალიან მაგარი გუნდი და მეორეა რომ მეორე მხარეს თამაშობს მეორე გუნდში თამაშობს გენიოსი კი ასე რომ აი ეს შეიძლება გათამაშდეს ამის ხარჯი შეიძლება მოიგოს საფრანგეთმა საფრანგეთში აი თუ მბაპე და დემბელეს ინდივიდუალობა ძალიან ცნობილი იყო და ყველასთვის მოსალოდნელი იყო. ოლისემ დაემატა და ოლისემ საერთოდ შეცვალა, მე მგონი მათი სიძლიერეს, ანუ სინერგია წარმოუდგენელი მოხდა რა. და ეხლა ოლისემ უნდა აიღოს თავისთავზე ზიდანის როლი, აფინოვის. კი ბატონო, აი ეს ოლისეს როგორ გამოუვა თამაში ძალიან ბევრი იქნება მაგაზე დამოკიდებული და მანდ გაუჭირდება ზუსტად ესპანეთს. იქით ოლისე და აქეთაც ყუთში ალბათ მაინც მესი ალბათ არა? ამაზე იქნება ძალიან ბევრი მესის თამაშზე იქნება. კი, იმიტომ რომ მესიზე აწყობილი არგენტინა ფაქტია. კი ბატონო, ხო. კეინი ისე ითამაშებს როგორც საჭიროა. კეინი კარგი თამაშობს. ხო, კარგად ითამაშებს. ბელინგემს მხარი დგივა. მას დიდი ხანია სხვა შორის ფრის რამო აწუხებს, იქაც მოისინჯა ამდენჯერმე მხარი ნორვეგიასთან თამაშში. საწოდოობა იქნება თუ ეხლა მან შეუშალა ხელი, იმედი მქონიეთ რომ არა. და ბოლოსკენ რა მინდა კითხო. როგორ გონია გამართლა ხო მე მგონი ამ ჩემპიონატმა საბოლოო ჯამში. ყველა ხათაბალის მიუხედავად იქ წითელი ბარათის გაუქმება ირანის ნაკრების ესე აშკარად დაშაგვრა და კიდე ხო აი ვარის მსაჯობის აი ვარის კიდევ ერთი მომენტია რომ უცნაური რაღაცად შეიძლება გამოიყენოს ვარს კიდევ ერთი მომენტი აქვს შეუძლია საერთოდ არ ჩაერიოს და ეს მომენტიც არის ხომ რომ ზოგჯერ როდის ჩაერევა როდის არ ჩაერევა იგივე თქვათ ხელის დაფარება პირზე დისკრეციულია და ეს დისკრეციას მომენტია ხო როდის გადაწყვეტს საჯირო ერთ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფა მეორე შემთხვევაში არ იყო ხო ანუ პიკორდის ვარიანტი რო ვთქვით ხო აი რაღაცეებმა რომელიც იყო წესებთან და გაურკვევლობასთან დაკავშირებით და რაღაცა რამდენიმე მოდი სუსტი გუნდის თამაშის გამო თუმცა საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად ვიზეც ფიქრობდნენ რომ
სუსტი გუნდები იქნებოდა, სულაც არ იყვნენ სუსტი და კარგი თამაშები აჩვენეს რამდენიმე ეგრეთ წოდებულმა აუტსაიდერმა. შესაბამისად, ყველაზე კარგი რაც ამ აჩვენა, აი ის შედეგია, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ, ხო? 4 რეიტინგის 4 პირველი 4 გუნდი ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდება. ანუ ისინი ერთმანეთს არ შეხვდნენ. და შესაბამისად ამ განთესვის წესმა იმუშავა, ხო? ეხლა არ ვიცი 60 გუნდი რას იზავს შემდეგი ჩემპიონი. იქამდე დროა დაველოდო. ხო, იქამდე დროა. მადლობა ჩვენ დაგიბრუნდებით ცხადია უკვე ნახევარფინალების შემდეგ დარჩით ჩვენთან ერთად შეახსენებთ რომ ჩვენი პლატფორმა საქართველოს 3-0 მიდის 3 მიმართულებით 1 სოფლიოს დღიურები სოფლიოს ჩემპიონატზე არის ასევე ეკონომიკა რომელსაც მამუკა უძღვება და მეორე მხრივ ძელი ისტორია. მადლობა ჩვენ ისე დაბრუნდებით.